საქართველოში წითელას შემთხვევებმა იმატა. ქვეყანაში დაფიქსირებულია ვირუსული ინფექციის 152 შემთხვევა. იაშილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, წითელას შემთხვევა მნიშვნელოვნად გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ ჩხაიძე მოსახლეობას ვაქცინაციის დროული ჩატარებისკენ მოუწოდებს. 137 შემთხვევა ქვეყანაში წითელას, მაგრამ თუ წინა წლებში ადარებთ, ეს მატება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა გამოტოვებული ვაქცინა არის არა მხოლოდ ბავშვისთვის რისკის შემცველი. რისკის შემცველი ამ ოჯახში მყოფი ასაკიანი ადამიანებისთვის და განსაკუთრებით ორსულებისთვის. ენცეფალიტი, გულის დაზიანება, ფილტვების ანთება, ყველაზე ერთ-ერთი სერიოზული გართულება თავის ტვინის დაზიანების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც წითელას ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს, შეიძლება იყოს 5-10 წელი და სამწუხაროდ, როდესაც ეს გართულება ვითარდება, პანენცეფალიტი, ამ ბავშვის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ შეიძლება ახლა ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით ჩვენს მოსახლეობას ურჩიოთ. იმატა თუ არა ინფექციური დაავადების შემთხვევებმა რეგიონში, ამასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს. მარი გიუნაშვილის თქმით, გამოვლენილია წითელას 4 შემთხვევა. გიუნაშვილი ასევე განმარტავს, რომ ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და სწრაფი გავრცელება ახასიათებს. ის მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. დღესდღეობით ჩვენ უკვე გვაქვს 4 შემთხვევა, ეს ცოტა არ არის, ერთი ოჯახური არის და ერთს გავრცელება არ მოყოლია. ვირუსული ინფექციაა, ეს ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და სწრაფი გავრცელება ახასიათებს, ძალიან მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება სხვა ინფექციებისგან. ეს რას ნიშნავს, რომ თუ არ არის აცრილი პიროვნება, ან არ აქვს გადატანილი და არ აქვს მყარი იმუნიტეტი, კონტაქტის შემთხვევაში, ახლო კონტაქტის შემთხვევაში აუცილებლად მას წითელა დაემართება. დაავადება მიმდინარეობს ზოგჯერ გართულებების გარეშე, მაგრამ ძალიან ხშირი აქვს გართულებები. ოტიტი, ენცეფალიტები, გვიანი ენცეფალიტები და ყველაზე ცუდი გართულებებიც ახასიათებს. გართულება წლების შემდეგ შეიძლება ადამიანს, წითელ გადატანილ ადამიანს დაემართოს ისეთი მძიმე დაავადება, როგორც არის ქვემწვავმა სკლეროზირებელი პანენცეფალიტი, რაც აუცილებლად თითქმის 95% სიკვდილით მთავრდება და კიდევ მეტი. ამიტომ მოუწოდებთ, ეს არის მართვადი დაავადება და ყველას მოუწოდებთ, ვინც არ არის აცრილი წითელაზე ან არ აქვს გადატანილი, რომ ყველა უნდა აიცრას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით წითელა გავრცელებულია თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში. ვირუსული ინფექციის მაღალი მაჩვენებლის გამო გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებშიც. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციური დაავადებები.